მოგესალმებით. დღეს მოგიწვიეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც მათ გამოიწვია მოსახლეობის და ჩვენი საზოგადოების საკმაოდ მაღალი ინტერესი. საკითხი ეხება ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში, კერძოდ ფარმადეპოს აფთიაქებში გამოყენებულ ელექტრონულ ბარათებს. ეს სპეციალური ელექტრონული ბარათები განკუთვნილია მოსახლეობისთვის, რომლის საშუალებით მოსახლეობა იძენს მედიკამენტებს, მხოლოდ ამ ფარმადეპოს ქსელში. რეგულირების სააგენტომ განახორციელა კონტროლის ღონისძიებები ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში და ეს გახლავთ ჯანდაცვის მოწინავე სისტემების ბიურო, სამედიცინო დაწესებულება და ასევე განახორციელა კონტროლის ღონისძიებები ფარმადეპოს ქსელის რამდენიმე აფთიაქში. აი ამ კონტროლის შედეგად გამოვლინდა დარღვევები როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ზემოთ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე აი ამ აფთიაქებში. კერძოდ სამედიცინო დაწესებულების ექიმები მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციის საფუძველზე პაციენტებს მოქალაქე რეკავს აი ამ ბიუროს ექიმებთან და მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციის საფუძველზე ეს ექიმები ნიშნავენ დანიშნულებას, ანუ მედიკამენტებს. ამ მედიკამენტების შესყიდვას მერე მოქალაქე პაციენტი ახორციელებს ელექტრონული ბარათის საფუძველზე მხოლოდ ფარმადეპოს ქსელში. დარღვევა ის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება წარმოადგენს ექიმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვალეობას, ფუნქციას და ამ სამედიცინო დაწესებულების მხრიდან არ ივსება სამედიცინო დოკუმენტაცია პაციენტებზე, შესაბამისად ექიმები არ ნახულობენ პაციენტს და ატარებენ მხოლოდ ტელეფონო კონსულტაციას და ისე ნიშნავენ მკურნალობას. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევის გამო რეგულირების სააგენტომ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეავსო აი ბიუროს მიმართ და განსახილველად აღნიშნული ოქმი გადაეცემა სასამართლოს, შესაბამის სასამართლოს. ეს გახლავთ სამედიცინო დაწესებულების დარღვევა და ამ დარღვევაზე ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიება. მოგესალმებით, მოგახსენებთ აფთიაქებთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ პარალელურად განახორციელა ზედამხედველობის და კონტროლის ღონისძიებები შპს ABC ფარმაციას, ეგრეთ წოდებული ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში, სადაც დაფიქსირდა ფორმა ნომერი 3 რეცეპტის გარეშე მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის წესის დარღვევა. მედიკამენტები გაიცემოდა ფორმა ნომერი 3 რეცეპტის გარეშე აფთიაქებიდან, ეგრეთ წოდებული პლასტიკური ბარათის საფუძველზე, რასაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილი იქნა აფთიაქებთან მიმართებაში 4 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ოქმები განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. დამატებით მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ შპს ABC ფარმაციას, იგივე ფარმადეპოს აფთიაქებიდან მოსახლეობაზე ხდებოდა ეგრეთ წოდებული სარეკლამო ხასიათის ფლაერების და პლასტიკური ბარათების გაცემა და პარალელურად ინფორმაციის მიწოდება, რომ ეს გახლდათ ჯანდაცვის სამინისტროს და კომპანიის ერთობლივი პროექტი. ფლაერზე დატანილი ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობა იღებდა ინფორმაციას, რომ ეს გახლდათ სააფთიაქო შეღავათის სოციალური ბარათი, თქვენი ელექტრონული რეცეპტი. დროის და ზედმეტი დანახარჯის გარეშე ბარათზე მითითებულ ნომერზე დარეკვით მიიღეთ ექიმის უფასო კონსულტაცია, სატელეფონო ან ონლაინ კონსულტაცია. ექიმის უფასო კონსულტაციის საფუძველზე მიიღეთ ელექტრონული რეცეპტი. ჩვენს მიერ განხორციელდა რამდენიმე სატელეფონო ზარი, რის შემდეგაც ყოველგვარი პრობლემის გარეშე დანიშნული იქნა მედიკამენტები, მათ შორის ისეთი როგორიცაა ანტიჰიპერტენზული საშუალებები, ანტიბიოტიკები. მათი გაცემა ყოველგვარი პრობლემის გარეშე ხდებოდა ასევე სააფთიაქო დაწესებულებიდან კანონის მოთხოვნების დარღვევით,
ფორმა ნომერი 3 რეცეპტის წარდგენის გარეშე. არა მიზნობრივად, არა სათანადოდ, ყოველგვარი დადასტურების გარეშე ჩვენს მიერ შეძენილი იქნა ეს მედიკამენტები, ისე რომ არ წარგვიდგენია ფორმა ნომერი 3 რეცეპტი მედიკამენტის გამოტანისას. მინდა ვაცნობო მოსახლეობას, ყველა დაინტერესებულ პირს იმის შესახებ, რომ აღნიშნული პროექტი არ წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს და კომპანია ШპС ABC ფარმაციას იგივე ფარმადეპოს ერთობლივ პროექტს. უფრო მეტიც, ის ეწინააღმდეგება მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. მინდა მოვუწოდო ყველა სააფთიაქო დაწესებულებას, არ ისარგებლონ მსგავსი ან სხვა ტიპის სქემებით, რაც აგებულია კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგულირების სააგენტო დაუყოვნებლივ გაატარებს ადმინისტრაციულ ღონისძიებებს მათ მიმართაც.